გამარჯობა მეგობრებო, დღის ვიდეოში დიაბეტზე ეგეთი ინფორმაცია, რომელიც არადროს არ მოგისმენია და არადროს არც ერთი ექიმი არ გეტყვი. დიაბეტის მკურნალობისთვის ერთი ინდური ბალახი, რომელიც ისტორიულად ათასობით წლიდან სვამენ დიაბეტი მკურნალობაში. აიურვედა აძლევს ეს საშუალება, რომ დიაბეტის მკურნალობა ადამიანს შეიძლება წამლის გარეშეც გააკეთო. Ტექნიკურად, მედიცინურად აგიხსნით ეს რა ბალახია, ეს როგორ უნდა დალიო და ესე კი არა, მოდი ეს დალიე და გამოკეთდები კარგად. აგიხსნით რას აკეთებ, რატოა დიაბეტის მოწინააღმდეგე ეს ბალახი და მაგისი დალევის წესი რა არის. იმიტომ ბოლომდე უყურე ვიდეო და აუცილებლად გამოძიარეთ თქვენი ეგეთი მეგობარს, ვისაც აჩუქებს შაქრიანი დიაბეტი და სიმსუხე. თქვენ ეხლა ეკრანზე რო უყურებს, ეგ არის მეგობრებო ფენუგრიკის თესლი. ფენუგრიკი ესე იწერება. ეს არის ერთი ეგეთი საშუალება, რომელიც აჩერებს ალფა ამაილეზის. რა არის ეს ალფა ამაილეზი მეგობრებო? ეხლა აგიხსნით, ეს ალფა ამაილეზის არის მეგობრებო, თქვენ რო ჭამს ნებისმიერი ეგეთი საჭმელი, სადაც შედის ნაკშირის წყლები. პური, გერკულესი, ჭიჭიბურა, შავი პური, თეთრი პური, შაქარი, შოკოლადი, კამფეთი, საძამთრო, ბანანი, ნებისმიერი რამე აქ შედის ცოტა ან მეტი რაოდენობით ნაკშირის წყლები. თქვენ რო ჭამს ნაკშირის წყლები, მიდის გადამუშავდება შაქარით და მერე ჩვენი ძარღვებში მიდის ძევით შაქარი, მერე პენკრია უშვებს ინსულინი, რომ წავიდე ამოიყვანო ეს ზედმეტი შაქარი დაბლა. მაგრამ რა მოხდება, ეს შაქარი არ სწავიდე მაგლა. კი ბატონო, შესაძლებელია. ფენუგრიკის თესლი აჩერებს ამ ალფა ამაილეზის. ალფა ამაილეზის არის ორი ადგილზე. პირველი სადაც არის? ჩვენი პირშივეა. თქვენ რო ჩადებს პური პირში, შაქარი, ნებისმიერი ეგეთი რამე, სადაც ნაკშირის წყლები შედის. აქედანვე დაიწყებს გადამუშავება. სწრაფად შედის, იმიტომ გაძლევს ენერგია, ვაიმე პური მეჭამია, ეხლა კარგად ვარ. ეს ალფა ამაილეზისი რო ნაკლებად ამუშავდე, ან ნელა იმუშავდე, ეს თქვენგან ნაჭამი შაქარი, ან ნაჭამი ნაკშირის წყლები იმ შემთხვევაში ნელ-ნელა გადამუშავდება. ნელა გადამუშავდება და შაქარი ზევით არ წავა. ეს ალფა ამაილეზის არსებობს ჩვენი პენკრიაში. აქ გადამუშავდა, მიდის კიდე მერე ნაწლავში და მერე ისევე ესე გააგრძელებს თავის საქმე გაკეთება, გადამუშავება ადვილი ნაკშირის წყლების ჩვენი პენკრიასისგან ეს ალფა ამაილეზის. ეხლა ეს გაიგებთ, რომ ეს რა არის ალფა ამაილეზი, აქ არსებობს და ჩვენი იქ არსებობს პენკრიასში. ეს ნელა უნდა იმუშავდე, არა სწრაფად. ფენუგრიკის თესლი მარტო შაქრის დიაბეტისთვის კი არა. პირველი არის შაქრიანი დიაბეტი, მკურნალობა შეიძლება, მეორე ფენუგრიკის თესლს მეგობრებო შეუძლია ეგეთი ქალები, რომ დაიბადა ბავშვი და ისა რძე არ არის. რა უნდა დაალევინო ბავშვს? ძუძუებში რძე არ მოდის. იმ შემთხვევაში დაიწყეს ფენუგრიკის თესლების დალევა, ლაქტაცია უფრო ადვილი გახდება. რძის გამოკეთება უფრო მეტად დაიწყება, რომ დაალევინო იმ ბავშვს, რომელიც ახალი დაიბადა, რომ არ დაიწყოთ პაჭკებში შენახული რძის დალევა. იქ მალტოდექსტრინი შედის, რომელიც პატარა ბავშვის ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი. ის პატარა ბავშვი ესეთი სუქანი იქნება, რომ აიმე რა კაი ბავშვია, მერე ბუნებრივი კვებაზე რომ წავა, უცბად ჩაიფუშება და იმუნიტეტი იქნება სუსტი. არამარა გაცივდება და 1000 პრობლემები. სიცხილში შაქარი სწრაფად არ წავა, მაგლა იმ შემთხვევაში წონაშიც დაიკლება ადამიანი. თუ სწორი კვებაზე არის, ფენუგრიკის თესლი ჭამს და
დიაბეტთან ერთად წონაშიც დაიკლება ადამიანი. შედის ენტიოქსიდენტები პლუს ბოჭკოვანია. რო ჭამს ადამიანი კუჭზეც ნორმალურად წავა. კუჭის მოქმედების სისტემა კარგად იმუშავებს. ეს კუჭიდან იწყება ათასობით პრობლემა, რომელიც თუ კუჭი ყოველდღე კარგად ნაწამი-საწმელი გადამუშავდება, ბევრი პრობლემის მოგვარება იქიდანვე და მეგობრებო, როგორ უნდა გამზადება ეს ფენუგრიკის თესლის წყალი? ღამე 1 ციხა თბილი წყალი. 1 ციხა თბილი წყალში 1 სუფრის კოზი ფენუგრიკის თესლი თელი გამე დატოვე, დილით მეგობრებო, კარგად ძევიდან საწურში, კარგად გააწურე, თესლი დატოვე ცალკე, დაბლა რომელიც წყალი დარჩება, ეს წყალი უძმოზე უნდა დალიო. ყოველდღე უძმოზე უნდა დალიო 9 საათის ან 1 საათის მერე შეგიძლია საჭმელის ჭამა. შეიძლება პირველივე დღე გაჩვენოთ ეფექტი, რომ სხვადასხვა საჭმელი ჭამის მერე გლუკოზის დონე თქვენი სიცხლში. არა მარტო გლუკოზის დონე, რამდენი პრობლემას ჩამოთვალე, იმ პრობლემისთვის სასწაულია ფენუგრიკის თესლი. ყოველთვის იკავი ჯამთელი და ბედნიერი მეგობრებო, აუცილებლად გააზიარეთ მეგობრებში სულ იკავი ჯამთელი და ბედნიერი.